მართალია კონსტანტინე, იგივე კოტე ყიფიანი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვერ გაიხსენა, მაგრამ მათი ურთიერთობის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა ჩვენ მაინც შევძელით. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომს. კოტე ყიფიანთან დაახლოებული ინკოგნიტო რესპონდენტი გვიყვება, თუ როგორ ეკონტაქტებოდა ხელისუფლება და კერძოდ გივით არგამაძე გენერალ ბორისოვს სწორედ კოტე ყიფიანის მეშვეობით. მაშინაც შუამავალი ოკუპანტებსა და საქართველოს მთავრობას შორის კრიმინალის ძმა და შავ სამყაროსთან დაახლოებული ადამიანი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ კოტე ყიფიანს დაუფასა დახმარება და ციხიდან გამოუშვა მისი ძმა ბატო ყიფიანი. თუმცა ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე აღარავის უცნობებია. პერიოდში კოტე ყიფიანი მნიშვნელოვანი გახდა ხელისუფლებისათვის. ომის დღეებში ყიფიანს მოუწია ქარელში ჩასვლა ნათესავების გამოსაყვანად და ეს იყო დაკავშირებული გარკვეულ პრობლემებთან ოკუპანტების მხრიდან. და სწორედ მაშინ იძულებული გახდა ამ პრობლემის გადასაჭრელად საქმიანი ურთიერთობა ქონოდა გენერალ ბორისოვთან. ამ შეხვედრის დროს გენერალმა ბორისოვმა გამოხატა თავისი გაკვირება, იმით რომ ქართული მხარე არ იყო დაინტერესებული დაღუპული სამხედრო მოსამსახურების ხედრების გაყვანით. ამის შემდეგ უკვე კოტე ყიფიანი პირადი ინიციატივის საფუძველზე საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იწყებს მოქმედებას, რის შედეგიც საბოლოო ჯამში იყო ოკუპირებული ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მისიით საპატრიარქოს წარმომადგენლების შესვლა. ხელისუფლება იძულებული გახდა ჩართულიყო ამ ჰუმანიტარულ პროცესში. გივით არგამაძის სახით. მაგ პერიოდში გივით არგამაძემ გადასცა რუსებს სია დაღუპულების, დაკარგულების სია უпростоრეთ და შეიძლება ითქვას წითელი ხაზით შემოხაზა ერთ-ერთი გვარი, ჩემი ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სპეცდანიშნულების რაზმის წევრის სახელი და გვარი, რომელიც ალბათ ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი იყო და ბორისოვს პრიორიტეტის სახით დაუსვა ეს ამოცანა ამ ადამიანის პოვნა თარგამაძემ. ამან რა თქმა უნდა ბორისოვის გაკვირებაც გამოიწვია. ის რომ გივით არგამაძემ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სპეცრაზმელის ბედი დაინტერესდა, ალბათ მარტო იმის მაჩვენებელი იყო, რომ მათთვის მაშინაც კი, ანუ აგვისტოს ომის დღეებში პირადული იყო მთავარი და არა ქვეყნის ინტერესები. უკრაინა არის მართლა განსაკუთრებული. ჩემთვის პრინციპში განსაკუთრებულია იმითაც, რომ ორი თვე დაგვიყავი რევოლუციის დროს. გარდა ამისა არის განსაკუთრებული სითბოთ, იმიტომ რომ არ იყო მაშინ რევოლუცია ჯერ მომხდარი და ეს პირველი რაც იქნებოდა ეს იყო უდიდესი სითბო, კეთილგანწყობა, რომელსაც რუსულენოვან ვერცერთ სხვა ქვეყანაში მე ვერ ვიმაგალ. ეს კადრები კიევში 2005 წელს ქართული ბრენდის თელიანი ველის პრეზენტაციაზეა გადაღებული. გივით არგამაძე მაშინ ამბობდა, რომ უკრაინა მისთვის ყველაზე თბილი ქვეყანა იყო. ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე დარჩება, როგორც თავად ამბობს საქმის საკეთებლად. უკრაინის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არ არსებობს მუხლი ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის შესახებ. სამაგიეროდ ასეთი კანონი მოქმედებს საქართველოში. ეს მუხლი დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს. არის თუ არა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული გივით არგამაძე, ამით სავარაუდოდ ქართული მართლმსაჯულება არ დაინტერესდება, რადგან ქართველი სამართალდამცველებისთვის უკრაინაში გავრცელებული ფარული სატელეფონო საუბრებიც უინტერესო აღმოჩნდა.